გვაქვს ურთიერთობა და მინიმუმ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ იმ ტყუილით, რომ თითქოს საქართველოს ქრისტიანული იყო და აი ჩვენ ისეთი მაგრები ვიყავით, აი სულ ღმერთის მოსაწონად ვიქცეოდითო და ამ დროს ეს ასე არ იყო, აგერ ბიბლიაში ფილიმონის მიმართ მიწერილი წერილი ვახსენე, სადაც პავლე მოციქული ქრისტიან ფილიმონს წერს მის მონაზე სახელად ონისიმოსზე, რომელიც პავლე მოციქულთან ყოფნის დროს გაქრისტიანდა და პავლე მოციქული ფილიმონს წერს, რომ ამიერიდან ონისიმოსი უნდა მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა და ეს ხდებოდა პირველ საუკუნეში. პირველ საუკუნეშივე უფალმა იესომ და აგერ მისმა მოციქულებმა ბატონმონობა, იგივე ბატონყმობა გააუქმეს ქრისტიანთა შორის. და მიუხედავად ამისა, რომ ეს პირველივე საუკუნეში მოხდა თან იმ რომის იმპერიაში, სადაც მონობა იყო ოფიციალურად დაკანონებული, მაგრამ აგერ პავლე მოციქული პირად წერილში ფილიმონის მიმართ ფილიმონს წერს, რომ იგი უკვე უბრძანებს, აი პირდაპირ ეუბნება მას, რომ შემიძლია გიბრძანოვო, მაგრამ უფრო სიყვარულით გთხოვო, რომ ამიერიდან ფილიმონს ონისიმოსი უნდა მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმაო. და ამისი აუდიო ჩანაწერიც განვათავსე იმ ჩემს წინა ვიდეოში. შეგიძლიათ, ვისაც ეს არ წაგიკითხავთ, ან არ მოგისმენიათ, ბიბლია გადაფურცლოთ, ბიბლიის სარჩევში მოძებნეთ წერილი ფილიმონის მიმართ და დაკვირვებით წაიკითხეთ, სულ პატარა წერილია, დიდ დროს არ მოითხოვს, მაგრამ ზოგადად მთელი ბიბლია რომ წაიკითხოთ და ისწავლოთ, ეს თქვენთვისვე იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი, რომ ბიბლიის ის მთავარი ბირთვი, რაც არის იესო ქრისტეს სწავლება, ეს ისწავლოთ აუცილებლად და ბიბლიის სხვა დანარჩენი ნაწილებიც ისწავლოთ, რათა თქვენ ვინმე არ მოგატყუოთ და არ დაგიპყროთ და არ დაგიმონოთ ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ თუ ამა თუ იმ ადამიანმა, რომელიც შეეცდება თქვენს დამონებას. და თქვენ, ვისაც ღვთის წერილი გეცოდინებათ, თქვენ გეცოდინებათ და ირწმუნებთ მას, შესაბამისად თქვენ ადამიანები ვეღარ დაგიმონებენ და ნებისმიერმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, რომელიც თქვენ გეტყვით აიმას, რომ თუ ჩვენთან არ იქნებითო, თქვენო ვერ გადარჩებითო და ამით იგი შეეცდება, რომ თქვენზე მოახდინოს გავლენა, რომ თქვენზე გქონდეს მას ძალაუფლება, თქვენ ამის შესაძლებლობას არ მისცემთ, იმიტომ რომ თქვენ განათლებულნი იქნებით თავად ღვთისაგან, ღვთის წერილიდან. შესაბამისად, ახლა დღევანდელობაში თუ კი ადამიანები საქართველოს მოსახლეობა უმრავლესობა მაინც არ ისწავლის ღვთის წერილს, შესაბამისად ამ ადამიანების კონტროლი ძალიან ადვილი იქნება და აი ამიტომაც არის, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომელსაც თვითონვე ჰყავდა ყმები საუკუნეების განმავლობაში და ხატები ჰქონდათ იმ დროსაც და ხატებისთვის სამსახურად ამსახურებდნენ იმ შეწირულ ყმებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, რომ გარკვეული რაოდენობის სანთელი უნდა მიერთმიათ ამა თუ იმ ხატისათვის. ამავე დროს საპატრიარქოს ორგანიზაცია თავის მამულებში, თავის მიწებზე ამუშავებდა ამ ყმებს. ხო და თუ ადამიანები დღევანდელი მოსახლეობა არ ისწავლის თუნდაც საქართველოს ისტორიას და ამ საქართველოს ბატონყმობის ფაქტიურ მასალებს, რაც გამოქვეყნებულია დიდი ხანია და ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე PDF ფაილებად არის განთავსებული. ამავე დროს თუ დღევანდელი ადამიანები არ ისწავლიან ღმერთის წმინდა
წერილს ძალიან ადვილი იქნება ამ ადამიანების მოტყუება ისევ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის მიერ, რომელ საპატრიარქოს ორგანიზაციასაც საუკუნეების განმავლობაში თვითონვე ყავდა ყმები. დღევანდელობაში უკვე დღევანდელ მოსახლეობას იმით ატყუებენ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები, რომ თითქოს ესენი იყვნენ საქართველოს დედმამები, დედაეკლესია დაირქვეს, მამაოები დაირქვეს, დედაოები დაირქვეს და უკვე ქართველ ხალხს ისე აჩვენებენ თავს, რომ აი ესენი რო იყვნენ, იმიტომ მოაღწია საქართველოს დღევანდლამდე, მაგრამ სინამდვილეში საქართველოში რომ ამდენი ომები ხდებოდა, შიდა ომებიც იყო, შიდა დაპირისპირებები და გახლეჩილი იყო საქართველო, კუთხეებად იყო დანაწევრებული, შიდა სამეფოებად იყო, ერთმანეთს ებრძოდნენ, გარემტერი წარამარა ეხველოდა საქართველოს მოსახლეობას. ეს რა ესეთ ჭიჭირში და ესეთ პრობლემებში იმყოფებოდა საქართველოს მოსახლეობა და ამ დროს საპატრიარქოს ორგანიზაციაც ასევე წამომჯდარი იყო ქართველ ერზე. და იმ დროს ქართველი ერი, როგორც ჩანს, ბიბლიას არ სწავლობდა და დღევანდელობაში, როცა ბიბლიის ხელმისაწვდომობა არის, დღევანდელ ქართველებს შეუძლიათ საღვთო წერილი ისწავლონ და ამაზე უარს ამბობენ და არიან რაღაცა გადაშვებული ფანტაზიებში, საპატრიარქოს ორგანიზაციის პროპაგანდის მსხვერპლები არიან, საპატრიარქოს ორგანიზაციის სექტების მიმდევრები არიან, ზოგი ნარიმან მაქარაშვილმა გამოაშტერა, რომელიც ასევე საპატრიარქოს ორგანიზაციის ერთ-ერთ სექტას წარმოადგენს, ზოგიერთნი არიან ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერები რო არიან, ეს საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები, მათზე დაქვემდებარებულები არიან. ახლა ისინი ცალკე სხვა რაღაცას უბერავენ. აქეთ ზოგადად საპატრიარქოს ორგანიზაციას დღეს ყავს ძალიან ჭრელი, აჭრელებული ლიდერები. სხვადასხვა ისეთი მღვდლები ყავთ, რომლებიც სხვადასხვანაირად ლაპარაკობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ადამიანებს მოერგონ, ასე ვთქვათ. და აგერ ვისაც თქვათ არ მოწონს არჩილ მინდიაშვილი, მას შეიძლება მოსწონდეს თეოდორე გიგნაძე. ვისაც არ მოსწონს რომელიღაცა ისეთი მღვდელი, ვინც თქვათ უპირისპირდება ნაციონალურ მოძრაობას, სამაგიეროდ საპატრიარქოს ორგანიზაციას ასეთებისთვის ყავთ აგერ დოროთე ყურაშვილი. და ამ ბოლო პერიოდში ვიღაცებს გონიათ, რომ ეს დოროთე ყურაშვილი არის ამათი ასე ვთქვათ მეგობარი თუ მხარში ამოდგომი, მაგრამ ეს ადამიანიც არის საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრი და ლიდერი, ერთ-ერთი ლიდერი და საბოლოოდ არის ისეთი სურათი, რომ დღევანდელ საქართველოს მოსახლეობას ზურგზე აზიან როგორც პოლიტიკური ორგანიზაციები, ასევე ეს რელიგიური ორგანიზაცია, საპატრიარქოს ორგანიზაცია თავისი შენაერთი სექტებით და თვითონ ეს ნარიმან მაქარაშვილი რომ ვახსენე, ეს ნარიმან მაქარაშვილიც არის ამათი ორგანიზაციის მომქმედი წევრი, ოღონდ ამას რიტუალების ჩატარების უფლება შეჩერებული აქვს, ასე ვთქვათ. და თანარჩენი ამათი ორგანიზაციის წევრია ეს კაციც და მთლიანობაში ეს ორგანიზაცია ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს საქართველოს მოსახლეობას და აი ეს ადამიანები, ვინც ამას ასე ბრმად არ დაიჯერებენ და ღვთის წერილს აიღებენ და ისწავლიან, აი იქიდან შესანიშნავად გაიგებენ იმას, რომ მთლიანობაში ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია თავისი რიტუალებით ღმერთისგან არ არის დადგენილი. ეს ორგანიზაცია და მათი მღვდლები არც უფალს დაუდგენია და არც მის მოციქულებს დაუდგენიათ ხელდასხმით. იმათი ხელდასხმა, როდესაც ქრისტეს მოციქულებმა პირველ საუკუნეში ხელი დაასხეს
ქრისტიანთა გაერთიანებების ჯგუფების ზედამხედველებს ის სულ სხვა ხელდასხმა იყო, სულ სხვა რაღაცისთვის იყო ის და იმას კავშირი არ აქვს დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციის აი ამ ხელის მექანიკურ დადებასთან და ვითომ ესენი ამბობენ რომ ჩვენო მოციქულებისგან უწყვეტი ხელის დადებით თუ ხელდასხმის ჯაჭვით მოვდივართ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ასე რომ იმიტომ რომ ზოგადად მექანიკურად ესე ხელის დადებას საერთოდ აზრი არ აქვს თუ ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლებას არ მიხვები და შენ გაქვს შენი თვითნებური სწავლებები. და რა ხდება დღეს? დღეს ხდება ის, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომელსაც თვითონ ყავდა წარსულში ქართველი ხალხი ყმებად, დღეს ქართველი მოსახლეობა რაღაცნაირად ისევ აი ამ პროპაგანდას არის წამოგებული, ისევ საპატრიარქოს ორგანიზაციის მსხვერპლად არის ქცეული. საქართველოს მოსახლეობის აი ეს ნაწილი, ვინც საპატრიარქოს ორგანიზაციას უჭერებს. საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი და საქმე იმაშია, რომ აი ეს მით უმეტეს ინტერნეტის მეშვეობით სულ თავის ქადაგებებს, თავის საუბრებს ავცელებენ ესენი. და ამიტომაც იყო ჩემი მოწოდება იმ პიროვნებებისადმი, რომლებმაც უკვე გაიგეს, რომ ესენი ღმერთისგან დადგენილები არ არიან, რომ აქტიურად გაიკრიტიკებინათ საპატრიარქოს ორგანიზაცია. რომ თვითონ ეს საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები მით უმეტეს ღმერთისგან დადგენილები არ არიან, ღმერთის სწავლებას ესენი არ ასწავლიან, არამედ ღმერთის ბიბლიიდან ბევრი ადგილით ესენი სარგებლობენ, ასე ვთქვათ, მაგრამ მთლიანობაში ღვთის სწავლებას არ მიხვებიან, არამედ თავისი ცრუ სწავლების საფუარს ურევენ თავიანთ სწავლებაში. ხო და აი ესეთ უსარგებლო სიუჟეტებზე რო ააგებენ ხოლმე ახალ ამბებს, რომ აი ყაველაშვილსო შეეშალაო სიტყვა ავტორიტეტულის წაკითხაო და ავტორიტეტული და რა აღარ წაიგითხაო და ისაო და ესაო, ეს არის საერთოდ არასერიოზული. ჯერ ერთი ვთქვათ, რომ ეს კაცი უკვე საქართველოს პრეზიდენტია, ხო? მეორეც მის ზოგადად მის ამ გამოსვლაში იქ არაფერი იყო არაპროფესიონალური, ასე ვთქვათ, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ხარვესებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან რაზე ისაუბრა და ამაზე აქცენტ აი ამაზე, ესე იგი, რომ ბატონმა მიხეილმა იცრუა. მე არ ვიცი ხლა ამ ადამიანმა სპეციალურად იცრუა მართლა ასე შეერა თუ რა არის, მაგრამ აი ის, რომ საქართველოს ქრისტიანობის 17 საუკუნოვანი ისტორია აქვსო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იმიტომ რომ ეს ასე არ არის. ბატონყმობა იყო ანტიქრისტიანული, ბატონყმობა იყო საქართველოში საუკუნეების განმავლობაში და ამავე დროს აგერ ვინც ბიბლიას ისწავლის, ღვთის ბიბლიიდან გაიგებს აი იმას, რომ საპატრიარქოს მღვდლები უფალი იესოს და მის მოციქულებს არ დაუწესებიათ. ამავე დროს ბიბლიიდანვე გაიგებს იმას, რომ თავად უფალმა იესომ დიდი ხანია გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა და სატაძრო სამსახური. დიდი ხანია უფალმა იესომ გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა. ეს ჩაწერილი არის ბიბლიაში. წაიკითხეთ ბიბლია სრულად, პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით, არ დაგეზაროთ და თქვენ შესანიშნავად გაიგებთ აი ამას, რომ უფალმა იესომ გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, გააუქმა მღვდლები თავიანთი რიტუალებით და თვითონ უფალი იესო ქრისტე გახდა მღვდელი. და შესაბამისად, ვერც დოროთე ყურაშვილი იქნება მისაბაძი, ვერც არჩილ მინდიაშვილი, ვერც თეოდორე გიგნაძე, ვერც თამაზ ლომიძე, ეს თამაზ ლომიძეც ახკმული არის ვიღაცების თვალში, რომ ეს არის სწორი მოძღვარი და რა კარგად ლაპარაკობს და რაღაცა ეს ასე არ არის.
ამავე დროს Facebook მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ცნობილი არის ბატონი გიორგი ტიგინაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ ხელს აკრიტიკებს საპატრიარქოსო ორგანიზაციას სხვადასხვა ზნეობრივი კუთხით, მიუხედავად აი ამისა, ბატონი გიორგი ტიგინაშვილიც რჩება საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრად და თვითონ მისი დოქტრინის გამზიარებლად. და ამ დროს ღვთის წერილის თანახმად ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური დოქტრინა არ არის ქრისტიანობა, ვინაიდან ეს დოქტრინა ეწინააღმდეგება ღვთის სწავლებას. და შესაბამისად, მე ამ შემთხვევაში საერთოდ ჯერ არ მაინტერესებს ვინ სად იბოზა, ვინ სად ვიღაცას რაღაცა უქნა, ვინ სად ვის ცოლმა უღალატა, გაეყარა მერე შეარიგესო, აი ამას საუბრობდა თეოდორე გიგნაძეზე, რომ ცოლი გაშორებული ყავდაო, ისაო და მერეო ილია შიულაშვილმა ვითომ შეარიგაო და რაღაცაო და ისაო, მაგრამ მე უფრო ღრმად ვიყურები. ეს არის თავარი არის ის, რომ თვითონ აი ეს დოქტრინა და სწავლება, რასაც ამათმა დაარქვეს მართლმადიდებლობა, ეს მართლმადიდებლობა შეიცავს ბევრ არაქრისტიანულ სწავლებას. პირდაპირ ღვთის წერილის საწინააღმდეგო სწავლებას შეიცავს. მათ შორის არის ერთ-ერთი არის ის, რომ ეს მღვდლები რო არიან, რომლებიც ღმერთს არ დაუდგენია, მაგრამ საპატრიარქოს ორგანიზაციის დოქტრინის თანახმად, ამ მართლმადიდებლობის თანახმად, თუ მღვდელთან არ მიხვედი და თუ მღვდელთან არ იარე, ასე ვთქვათ, ხო, შენ ქრისტიანი ვერ იქნები, ქრისტეს ვერ ეზიარები, ვერ გადარჩები და ჯოჯოხეთში მოხვდები. ამათი აი ესეთი აი ეს არის ამათი აი ეს სწავლება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას, იმიტომ რომ უფალ იესოს არ დაუდგენია, საერთოდ ეს მღვდლები მას არ დაუდგენია და როცა ეს ვიცი, რომ უფალს ეს მღვდლები არ დაუდგენია და არც მათთვის დაუვალებია, რომ აღსარებები ჩაიბარეთო და პური დაღვინო თქვენ, მიეცითო თქვენთან მომსვლელებს, როცა ეს მე ვიცი, შესაბამისად უკვე ვიცი ისიც, რომ გიორგი ტიგინაშვილიც იტყუება და თვითონაც მატყუარა აი ამაში. ესე იგი ღმერთის სწავლებას იგი არ იზიარებს და მე მას ვურჩევდი და მოუწოდებ იმას, რომ მთლიანად წარმოიცარიელოს თავისი მეხსიერება, რაც აქამდე უსწავლია საპატრიარქოს ორგანიზაციის სემინარიიდან და სხვადასხვა ამ ორგანიზაციის წყაროებიდან, ეს ყველაფერი თავისი მეხსიერებიდან, ასე ვთქვათ, წარმოიცარიელოს და ადგეს და ბიბლია პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით ისწავლოს. ყოველგვარი წინასწარ შემუშავებული და აკვიატებული აზრებისაგან განთავისუფლდეს, მივიდეს ბიბლიასთან და ბიბლია წაიკითხოს, ასე ვთქვათ, გასუფთავებული გონებით, თუ შეიძლება რომ ეს მეტაფორა გამოვიყენო. და იგი შესანიშნავად გაიგებს იმას, რასაც უფალი იესო გვასწავლის. და შესაბამისად ამის შემდეგ, თუ კი იგი ქრისტეს სწავლებას ირწმუნებს, გახდება ამით ქრისტიანი და მას უკვე ექნება ღვთისაგან ნება დართული ისიც, რომ მან გააკრიტიკოს საპატრიარქოს ორგანიზაცია მთელი თავისი ორგანიზაციული სისტემით, სწავლებითა და სხვადასხვა საქციელებით და მანამდე, როგორც უფალი ამბობს, რომ ესე იგი სანამდე შენ საკუთარ თვალში დირე გაქვს, სხვის ბეწვზე არ უნდა ლაპარაკობდე, ჯერ შენი თვალიდან დირე უნდა მოიღო და მერე გაიგებ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბეწვიო. და შესაბამისად თვითონ გიორგი ტიგინაშვილი არასწორ გზაზეა დამდგარი და მით უმეტეს იგი ვერ გამოდგება საპატრიარქოს ორგანიზაციის საკრიტიკოსად.
ასე რომ ჯერ დოქტრინა არის გასაკრიტიკებელი, ხოლო ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თვითონ ორგანიზაცია და მისი საქციელებიც და კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულებების გამოძიება და შესაბამისი მოქმედებების ჩატარება იმ დანაშაულთა წინააღმდეგ, რაც ხდება ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაში. ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაში ეს იქნება საპატრიარქოს ორგანიზაცია, 50-ნელთა ორგანიზაცია, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია, ისლამის ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური ორგანიზაცია, სადაც კი რაიმე დანაშაული შეიძლება მოხდეს, ის აუცილებლად უნდა გამოძიებულ იქნას კანონის ფარგლებში, სახელმწიფო კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება შესაბამისად ამა თუ იმ დანაშაულის შესაბამისად, ესე იგი რა დანაშაული იქნება ჩადენილი, პასუხისგებაც უნდა იყოს შესაბამისი და ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია გამონაკლისი. ხო, სხვა დანარჩენი ახლა საქართველოში დღეს რაც ხდება, ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ეს პოლიტიკური ორგანიზაციებიც იყენებენ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას. საპატრიარქოს ორგანიზაცია ამავე დროს იყენებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იყენებს ასევე ცნობად სახეებს, მათთან ხშირი ურთიერთობები აქვთ, რომ მოსახლეობაზე აი ამითაც მოახდინონ ზეგავლენა და მთლიანობაში მოსახლეობა არ არის კარგ მდგომარეობაში, ხო? თუნდაც ის მსოფლ მხედველობით მოსახლეობაში ძალიან გაზრდილი არის მატერიალისტური მსოფლ მხედველობა, ამ ნივთებზე გამოკიდება, უღმერთოება და მიუხედავად იმისა, რომ ხო ამბობენ ხოლმე, რომ ილია შიულაშვილმა ილია მეორემო საქართველოს მოსახლეობაო ღმერთთან დააბრუნავ და რაღაცებს რომ ამბობენ და ამ დროს ვინ არის ღმერთთან დაბრუნებული და რა დაბრუნებული რა ადრე იყვნენ და გაშობდნენ და ეხლა დააბრუნა, ასე არ არის. ილია შიულაშვილიც, ილია მეორეც მრავალი ადამიანის მხრიდან გაკერპებულია, მასე ამბობენ, რომ აი კარგი რაღაცები გააკეთაო და არ აუშავს თუ კი ხანდახან შეცდომები მოსდისო. მაგრამ სინამდვილეში ხანდახან კი არ მოსდის ამ ადამიანს შეცდომები, არამედ თვითონ დოქტრინალურად ეს ადამიანი იმთავითვე არასწორ პოზიციაზეა. იმთავითვე ილია მეორე ღმერთისგან არ არის დადგენილი და რომ გაუცელეს ამას ეს გამონათქვამი ჭორი გაუცელეს, რომ ვითომდა გაბრიელ ურგებაძეს, მამა გაბრიელსო, პატრიარქზე უთქვამსო, რომ ვინცო პატრიარქს განიკითხავსო, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიღრისო და ბევრი ადამიანი მე ვფიქრობ, რომ ამით შეაშინეს. და ამ დროს ეს ბიბლიიდან არის მოპარული ეს ფრაზა აგიზგიზებული ნაკვერჩხლებისა. ეს არის ბიბლიიდან მოპარული. და აი ამ ცრუ პროპაგანდით ადამიანები დააშინეს, დააჩმორეს, შეაშინეს, შიშიც არის რა, ეს ხატები რომ შესტენეს მოსახლეობას, აბა ეს რა არის და მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას ეშინია, რომ აი ხატიო ხატებისა ეშინიათ, ამას თვითონ რაღაცა ძალა აქვს და ამ დროს ამათ საერთოდ ძალა არ აქვს. ეს ხატები ღმერთს არ დაუდგენია. და აგერ ბიბლია ისწავლეთ და ბიბლიაში წერია ხატების ამკრძალავი ცნებაც, რაც ღმერთმა ჯერ კიდევ მოსეს დროს მისცა ისრაელიანებს და დღესაც ეს ამკრძალავი ცნება მოქმედებს. და შესაბამისად, თუ მოსახლეობამ ეს არ ისწავლა და ასე ბრმად დაშინებული იყო მიბმული საპატრიარქოს ორგანიზაციასთან, მოსახლეობას კაი დღეები არ ელის, ნამდვილად არ ელის და არის ერთი არეულობები პოლიტიკური,
არის სოციალური, ეს რელიგიური საერთოდ გაურკვევლობა არის და ისე ბრმად დადიან ადამიანები ამ მღვდლებთან, თვითონ არც სწავლობენ ბიბლიას და რატომღაც ბრმად ჩაბარდნენ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას. ნუ გჯერათ საპატრიარქოს ორგანიზაციის აგერ ღმერთის ბიბლია არის, წაიკითხეთ, ისწავლით და თვითონ ღმერთი გასწავლით, როგორ გქონდეთ მასთან სწორი კავშირი, ისეთი რომ ღმერთს მოეწონოთ, ღმერთის მოსაწონი კავშირი, როგორ დაამყაროთ ღმერთთან. ამავე დროს იგივეს ვიტყვი ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაზეც. ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაც ადამიანური რესურსების კუთხით გაიზარდა, ამ ორგანიზაციამაც მრავალი ადამიანი მოშხამა საქართველოში. და ეს ის ორგანიზაცია, რომელიც იმთავითი არასწორ დოქტრინას ასწავლის თავის მსმენელებს და ამ ორგანიზაციამ თვითნებურად ბიბლიის მრავალი ადგილი გააყალბა თავის გამოცემულ ბიბლიაში და მან გამოსცა ფაქტიურად არა ბიბლია, არამედ გაყალბებული შეთითხნილი ნაწერი, რომელსაც ბიბლიის ორიგინალთან კავშირი არ აქვს. ცნობილი არის ის, რომ ბიბლიის დედანი დაიწერა ბიბლიის ორიგინალი ნაწერები თავის დროზე ჩაიწერა ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე. ახალი აღთქმის დროს, ახალი აღთქმის წერილები დაიწერა ბერძნულ ენაზე და ბერძნულ ენასთან რომ შევადარე იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის 2000 თუნდაც 6 წლის და ასე 2020 წლის გამოცემული ბიბლიები, ძალიან ბევრი გაყალბებები არის ამ გამოცემებში. ძალიან ბევრი გაყალბებებია და მან საქმე არ ეხება მხოლოდ სიტყვა იეჰოვას გამოყენებას ახალი აღთქმის წერილებში, არამედ საქმე ეხება ბევრ სხვა გაყალბებულ ადგილსაც. ხო და მაგალითად ერთ მაგალითს აგერ დავასახელებ. როდესაც უფალმა იესომ ჯვარცმულ ყოფილ მონანიე ავაზაკს უთხრა ასეთი რამ, რომ ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო, უფალმა იესომ ამით მას აღუთქვა, რომ იმავე დღეს იგი იქნებოდა უფალთან სამოთხეში, იმავე დღეს და არა მომავალში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო. ხოლო იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ეს ადგილი გააყალბა და დაწერა ასე, რომ ჭეშმარიტად გეუბნები დღეს, ჩემთან ერთად იქნებიო სამოთხეშიო. ესე იგი, სიტყვა შენ საერთოდ გააქრო, რომელიც ბერძნულში ნამდვილად არის მოცემული და მის ნაცვლად დაწერა, რომ ჭეშმარიტად გეუბნები დღეს, რომ დღეს გეუბნებიო, რომ მერე ოდესღაც, ესე იგი, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო. და ბერძნულ ენაში სიტყვა დღეს აღსანიშნავად, სადაც უფალი ამბობს, რომ ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. დღესვე. სიტყვა დღესვეს აღსანიშნავად გამოყენებული არის სიტყვა სიმერონ, რომელიც ყოველთვის ბერძნულ ენაში ამ ბიბლიის ორიგინალ ტექსტებში გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც საუბარი არის იმავე დღეს მომხდარ ან მოსახდენ მოქმედებაზე და არა მომავალში სხვა დღეზე, არა, ან ზოგადად რაიმე დღეზე, არამედ სიტყვა სიმერონ, რომელიც გამოყენებულია ლუკასთან აი ამ ამბავში, როდესაც უფალმა იესომ უთხრა იმ მონანიე ჯვარცმულ ყოფილ ავაზაკს, რომ ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო, ამ ეს სიტყვა დღესვე ბერძნულში წერია სიტყვა სიმერონ, სიმერონით, რომელიც მიუთითებს, რომ საუბარი არის იმავე დღეზე, რომ იმავე დღეს მოხდებოდა ეს კაცი უფალთან
სამოთხეში და საქმე იმაშია, რომ ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის დოქტრინა უარყოფს ადამიანის, ქრისტიანის გარდაცვალების შემდეგ მის გადანაცვლებას სამოთხეში, გარდაცვალების შემდეგ იმავე მომენტში, ესე იგი, აი თქვათ, დღეს რომ ქრისტიანი გარდაიცვალა, ეხლავე ხდება მისი გადანაცვლება სამოთხეში. ამას ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია უარყოფს და ამბობს, რომ ადამიანები რომ მოკვდებიანო, ისინი მათ როგორც მიიძინონო, ისე ხდებაო და მერე აღდგომაო, მერე მოხდებაო მორწმუნეებისაო, ხოლო ურწმუნოებიო საერთოდ გაქრებიანო და ბიბლია ჩვენ ამას არ გვასწავლის. ხო და კიდევ მრავალი ბევრი ადგილი აქვთ იეჰოვას მოწმეებს გაყალბებული თავის ყალბ გამოცემაში და შესაბამისად ეს ორგანიზაციაც არის გასაკრიტიკებელი საფრთხის შემცველი თვითონ ამ ორგანიზაციის მსმენელებისთვის, თვითონ ამ ორგანიზაციის ხუცესებისთვისაც, ლიდერებისთვისაც, ვინც აი ასე ბრმად ემორჩილება ამ ორგანიზაციის ოფიციალურ დოქტრინას და მათ მიერ გამოშვებულ ყალბ გამოცემებს. მე ამაზე უკვე გარკვეული ხანია რაც მუშაობ, ესე იგი, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ყალბ ბიბლიაში ამ გაყალბებული ადგილების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენაზე და კომენტარების დართვაზე და მინდა რომ ეს გამოაქვეყნო, რომ ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის კრიტიკა ჩემი მხრიდან ბიბლიაზე დაყრდნობით იყოს უფრო ფართო მასშტაბიანი და უფრო მრავალ ადამიანს მიეწოდოს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია, ასევე პოლიტიკური ორგანიზაცია და ასევე ნებისმიერი ადამიანი, ინდივიდიც კი საფრთხის შემცველია თავისივე თავისთვისაც და მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც, თუ კი ისინი იტყუებიან და ადამიანებს არ უბიძგებენ სიკეთისაკენ და სწორ გზაზე სიარულისაკენ და მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ღვთის სწავლებას, აქ უკვე უფრო მეტი სიფრთხილე არის აუცილებელი ადამიანებმა გამოავლინონ და არ ენდონ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს. არამედ აგერ ბიბლია არის ღვთის წერილი, არის დღეს ინტერნეტით ხელმისაწვდომი არის ბიბლიის ორიგინალ ენაზე დაწერილი ბერძნული ნაწერებიც, ხელნაწერებიც, ძველებიც, ახლებიც და შეგვიძლია ჩვენ რომ ერთმანეთს შევადაროთ და შესაბამისად აი ასე უფრო ფართო მასშტაბით მივიღოთ ინფორმაციები და ამაზე ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ. ხოლო ადამიანები, რომლებიც თავის თავს იტყუებენ და სხვას აძლევენ ნებას რომ მოატყუონ, ეს ადამიანები ფაქტიურად ძალიან სუსტები არიან და ნორმალურად სახელმწიფოსაც ვერ ააშენებენ ასეთი ადამიანები. ერთმანეთსაც ნორმალურად ვერ გამოადგენენ და აგერ საქართველოსთან რამდენი ადამიანი გაიქცა სამუშაოდ და საქართველოში კიდევ რეალურად არის რესურსები იმისა, რომ ადგილობრივად ადამიანებმა ისეთი ეკონომიკა შექმნან, სახელმწიფო დონეზე შეიქმნას ეკონომიკაც, სასამართლო სისტემაც, რომელიც აი მაქსიმალურად ადამიანებს დაეხმარება. მაგრამ ამისათვის აუცილებელი არის, რომ ადამიანთა ცნობიერება გამოიცვალოს და აი ასე ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იმისი ილუზიები, რომ აი სხვას მიაბარონ თავიანთი რწმენა, თავიანთი ხედველობა, სხვას გადააბარონ, ეს იქნება რელიგიური ორგანიზაცია თუ პოლიტიკური ორგანიზაცია და თითქოს და თავი გაინთავისუფლონ აი ამ ტვირთისაგან, რომ მის მაგივრად სხვებმა იფიქრონ. ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა. ისევე როგორც საკუთარი ცოლი, საკუთარი შვილები და საკუთარი ქმარი არის თითოეული ჩვენგანის პირადი საქმე, ასევე აი ეს ღმერთთან ჩვენი ურთიერთობაც არის საკუთარი პირადი
საქმე და ამ შემთხვევაში როცა ღმერთის მიმართ ურთიერთობას გადააბარებ შენ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციას, ეს უკვე გამოდის, რომ შენ ფაქტიურად ადამიანმა რო თავისი ცოლი სხვა კაცთან რომ გაუშვას. მსგავსი რაღაცა არის, როდესაც თქვენ ნაცვლად იმისა, რომ უფალთან იყოთ, თქვენ უფალს ღალატობთ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან და უფალს ბიბლიაში ეს საქციელი ბოზობად აქვს მოხსენიებული. ბოზობად აქვს მოხსენიებული, როდესაც აგერ ბიბლიაში წინასწარმეტყველთან ეზეკიელის მე-16 თავი წაიკითხეთ. ეზეკიელის მე-16 თავში ღმერთი აკრიტიკებს ისრაელიანებს იმის გამო, რომ მათ გააკეთეს მამაკაცის გამოსახულება და მის მიმართ ეწეოდნენ სხვადასხვა რელიგიურ სამსახურს, ეს იქნებოდა საკმევლის კმევა თუ სხვადასხვა რიტუალები. და საქართველოშიც ეს ხატებით რომ გამოგავსებინეს საპატრიარქოს ორგანიზაციამ თქვენი სახლები, კუთხეები, თქვენი სახლების კუთხეები მოგაწყობინეს ხატების კუთხეები და გეუბნებიან, რომ ხატებთან უნდა ილოცოთო, ხატებს სანთლები უნდა დაუნთოთო, ეს ღმერთს არ დაუვალებია. ეს არის, როცა ადამიანი ხატების მიმართ ლოცულობს, ეს არის ღმერთისადმი ღალატი, რაც ღმერთს ნამდვილად არ მოსწონს. გარკვეული ხნის წინ, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით, ხატებთან დაკავშირებით, მიქაელ ბრეგვაძეს, რომელიც არის საპატრიარქოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, საუბარი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ პროტესტანტებთან, სადაც იგი საუბრობდა იმაზე, რომ როგორც მოსემ გააკეთა ქერუბიმებიო, მოსეს დროს ღმერთმა რომ დაავალა ისრაელიანებს, რომ აღთქმის კიდობნისათვის ქერუბიმები გაიკეთებინათ, აიო, იქო ღმერთმა დაავალა, ესე იგი, აი იმ დროსო ისრაელიანებმა გააკეთესო ქერუბიმებიო და ესე იგი მეორე მცნების დარღვევა არ არისო, ესო რომ აი ჩვენцо ვაკეთებთო ამ ხატებსო და სინამდვილეში იქ დიახაც რომ ზუსტად იქ ღმერთმა დაავალა მოსეს რომ გაეკეთებინა ორი ქერუბიმი და არა 100 და არა 200 და არა 1000 და იქ ღმერთს მოსესთვის და ისრაელიანებისთვის არ უთქვია რომ ეს ქერუბიმები სახლში წაიღეთო და ქერუბიმების წინაშე ილოცეთო. ხო და მეორეც თვითონ მეორე მცნებაში ჩაწერილი არის რომ არ შეიძლება ჩვენს ირგვლივ ყოფი ორგანიზმების სურათის და ქანდაკებების გაკეთება რელიგიური მიზნით, მათდამი თაყვანისცემა და მათდამი სამსახური. ამ ორგანიზმებში ერთიანდებიან ფრინველები, სხვადასხვა მხეცები, ჭიახვები, თევზები, ესე იგი ჩვენს ირგვლივ რაც არის. ხოლო ღმერთმა მოსეს უთხრა რომ გაეკეთებინა ქერუბიმთა ქანდაკებები, რომლებიც მიწიერი ორგანიზმები არ არიან. ამ შემთხვევაშიც მოსეს იმთავითვე არ დაურღვევია ღვთის მეორე ცნება. ამავე დროს ღმერთმა პირდაპირ უთხრა მოსეს, რომ გაეკეთებინა ეს მთელი სადღესასწაულო კარავი, მთელი მისი მოწყობილობა და თვითონ ეს ქერუბიმებიც იმ სახის მიხედვით, რაც უფალმა მას აჩვენა მთაზე ყოფნისას. და რას ნიშნავს ეს, რომ ღმერთმა თავად აჩვენა მოსეს თვითონ ამ ქერუბიმების ნიმუშით და მისი მსგავსი უნდა გაეკეთებინა და სხვას არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ კიდევ სხვა ქერუბიმები კიდევ გაეკეთებინათ, სხვა თქვათ ამ ორ ქერუბიმზე მეტი სხვა ქერუბიმები კიდევ დაემზადებინათ და მით უმეტეს მათ წინაშე ელოცათ. თავად უფალმა უთხრა მოსეს უბრძანა, რომ ის ქერუბიმები გაეკეთებინათ. ხოლო ამ შემთხვევაში საპატრიარქოს ორგანიზაციისთვის ღმერთს არ უთქვამს, რომ ხატები
გააკეთე თუ ამათ როგორც მოეპრიანებათ ისე აკეთებენ ხატებს რამდენსაც უნდათ როგორც უნდათ და საერთოდ ამათ არ აინტერესებთ ღმერთი რას გვასწავლის ამასთან დაკავშირებით და მოსახლეობაც რომლებიც საპატრიარქოს ორგანიზაციას უჯერებენ აი ამით ღალატობენ უფალ იესოს რომელმაც თავისი თავი გასწირა შესწირა იმისათვის რომ ჩვენ ცოდვისგან გამოვესყიდეთ და ის არის ნამდვილი მხსნელი უფალი ჩვენი მოყვარებელი და ის არის ჩვენი ნამდვილი გადამრჩენელი და კაცმა უფალი იესოს უღალატოს და იგი გაცვალოს რაღაცა ვიღაცის მიერ შეთითხნილ მამაკაცის გამოსახულებაში, რომელსაც ქრისტეს ხატი დაარქვეს და ეუბნებიან ადამიანებს, რომ ამ ქრისტეს ხატის წინაშე ილოცეთო, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, რასაც აუცილებლად მონანიება უნდა, ოღონდ არა მღვდელთან მისვლით, ეს მღვდლები საერთოდ ღმერთს არ დაუდგენია, არამედ აგერ უფლის მიმართ აღიარებით, მონანიებით და იესო ქრისტეს სწავლების რწმენით. თქვენ იესო ქრისტეს სწავლება უნდა ისწავლოთ ბიბლიიდან, ირწმუნოთ და თქვენ მოგეტევებათ ცოდვები იესო ქრისტეს სახელით და ნამდვილად გახდებით ქრისტიანების სწორედ იესო ქრისტეს წერილის შესწავლითა და რწმენით. ზუსტად აი ამას გვწერს ჩვენ იოანე მოციქული, რომელმაც ქრისტესზე დაამოწმა, ქრისტეს მოწმობა ჩაწერა ბიბლიაში და იქვე დაგვიწერა იოანეს მე-20 თავის ბოლო მუხლებში, რომ ბევრი სხვა სასწაულიც მოიმოქმედა იესო მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ ჩაწერილა ამ წიგნშიო, ხოლო ესენი იმიტომ ჩაიწერა, რომ ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძეხვთისა და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ესე იგი, ქრისტეს მოციქულმა იოანემ იესო ქრისტეზე დამოწმება, მოწმობა ჩაწერა ბიბლიაში და წამკითხველებს მოგმართავს, რომ ეს წერილი დაიწერა ზუსტად იმისათვის, რომ ჩვენ ამ წერილიდან გავიცნოთ იესო ქრისტე, ვირწმუნოთ მისი და გქონდეს სიცოცხლე მისი სახელით. ეს არის ხოდა ამაშია საქმე, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია რომ გატყუებთ, რომ ხელდასხმითო უწყვეტად მოციქულებისგან ხელოვნამდე მოვედითო და ამიტომ ჩვენ უნდა დაგვიჯეროთო, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. მოციქულთაგან ქრისტეს სულით აღსილმა მოციქულებმა ბიბლიაში ჩაგვიწერეს ქრისტეს სწავლება და ამისი მიზანიც ბიბლიაშივე დაგვიწერეს, რომ ქრისტეს სწავლების დაწერის მიზანი არის ის, რომ ამ წაკითხულიდან ვირწმუნოთ იესოსი და ამის შედეგად ჩვენ გვექნება სიცოცხლე იესო ქრისტეს სახელით. შესაბამისად, თვითონ ბიბლიავე ამხელს ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას. ბიბლიავე ამხელს ამათ და ამიტომაც არის, რომ საქართველოს მოსახლეობას გადამჯდარი რო ხავს ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია, თითქოს ეს იყოს მამა მარჩენალი, დედა ეკლესია ვართო, გამოიგონეს ეს რაღაცა ტერმინები, დედა ეკლესია, დაირქვეს მამაოები, დედაოები და ამ დროს ღვთისმსწავლებას ესენი არ მიხვებიან. თვითონ საქართველოს მოსახლეობამდე ინდივიდუალურად უნდა აგერ ბიბლია ისწავლონ და საპატრიარქოს ორგანიზაციას დაშორდნენ. ოღონდ არა ისე, რომ ისინი რაღაცა საერთოდ უღმერთობაში გადავარდნენ, არამედ მათ ღმერთი უნდა გაიცნონ ღვთისავე ბიბლიიდან, ღმერთს მოусმინეთ, დაუჯერეთ და თვითონ ღმერთი დაგაყენებთ სწორ გზაზე. ღმერთს არ დაუწერია ისეთი წიგნი, რომელსაც თქვენ ვერ გაიგებდით, არამედ ღმერთმა ზუსტადად ჩვენს გასაგებად დაგვიწერა თავისი ბიბლია. ამიტომაც არ არის სწორი, რომ ღმერთს უღალატოთ და საპატრიარქოს ორგანიზაციას ბრმად მიხვებოდეთ. აგერ მეც, როდესაც მადლობა ღმერთს, რომ მის ბიბლიასთან მქონდა ხელმისაწვდომობა,
აგერ ბიბლიიდან, როდესაც ვისწავლე ქრისტეს სწავლება, მას შემდეგ საპატრიარქოს ორგანიზაციას ჩემივე ნებით ჩამოვშორდი და მისი წევრი დღეს აღარა ვარ. და ვიღაცებს რომ გეშინიათ, რომ აი არ განგვკვეთონ და ვიღაცა ვითომ რა, ესე იგი შიშები არის, რომ ვიღაცა დასაჯესო, ვიღაცა განკვეთესო, ისავ, ამისი ნუ შეგეშინდებათ. მოусმინეთ ღმერთს და აგერ ღმერთი თავისი წმინდა ბიბლიიდან გველაპარაკება იმას, რომ თავის მორწმუნეებს, თავის მსმენელებს, რომ არ შეგვეშინდეს, ნუ გეშინია მშვიდობა თქვენ და თავის მორწმუნეებს გველაპარაკება აი ამ დასამშვიდებელი და სამშვიდობო სიტყვებით და ამ დროს აი ამ ბოროტ სულს, რომელიც ბიბლიაში სატანად და ეშმაკად არის მოხსენებული, მას სურს, რომ აი სულ შიშში გვამყოფოს თან ისეთ უსაფუძვლო შიშებში, რომლებიც ღმერთისგან არ არის მოწონებული. რომ შეგვაშინოს აი იმით, რომ აი ხატებს თუ გადააგდებთ, დაგწყევლის, ხატს თუ დაწვავ დაგწყევლის, თუნდაც აგივა საქმე, ეს უღმერთო საქციელი იქნება, ხატებს მირონისდის, ხატებს რაღაცა სისხლისდის, ეს ყველაფერი ან ადამიანური ტყუილებია, ან თვითონ სასატანის მოქმედების შედეგად გაკეთებული ცრუ სასწაულებია ეს მირონის დენა იქნება თუ სისხლის დენა იქნება თუ რაღაც ესეთი ხრიკები, რასაც ადგილი აქვს საპატრიარქოს ორგანიზაციაში. ასე რომ ხატებს ძალა არ აქვთ, ნუ გეშინიათ, ღვთის წერილი ისწავლეთ, არ დაგეზაროთ და თვითონ ღმერთი გაგანთავ, თუ კი მას დაუჯერებთ, თვითონ ღმერთი გაგათავისუფლებთ ამ ცრუ წარმოდგენებისაგან, ამ ცრუ სწავლებებისაგან, ღმერთი დაგაყენით სწორ გზაზე, გაგათავისუფლებთ ცოდვისგანაც, გაგათავისუფლებთ ცრუ ინფორმაციებისგან, სიცოცხლესაც მოგანიჭებთ და გაცხონებთ მის ზეციურ სასუფეველში, ზეციურ სამეფოში. ასე რომ ვიყოთ მინდობილები უფალ იესოს და არა ცრუ რელიგიურ ორგანიზაციებს.